Ilya Ჭავჭავაძე, ევთიმე თაყაიშვილი საქართველოს მეტროს დეპუტატი და გაბრიელ ეპისკოპოსი. ჩვენი დაბადების მიზანია, რომ შევაჯამოთ ნაწარმოებები, რომელიც ამ დიდ ადამიანებზეა შექმნილი, ხოლო გაკვეთილის მეორე ნაწილი კი დაეთმობა პროექტს, ჩვენ აქედან გამომდინარე კარგ ქართულ გახსოვისათვის გავყარდნიებით და განვაცხადოთ, რომ ჩვენი ისეული თანაქალაქელების ცხოვრება და საქმიანობა შეგვესწავლა და ჩვენი მოგზაურობრივი წვლილი შეგვეტანა იმ საქმეში, რასაც ქვია ქვეყნისათვის ნორმალური ადამიანების ღვაწლის ცოდნა ყველასათვის. პირველის შესახებ, დამეტიველის შესახებ, რომელიც ერთ-ერთ ინციდენტზე არის საუბარი ნაწარმოებში, აგრეთვე კედლის გაზეთი უნდა შეგეცნათ და პრეზენტაცია გაგეკეთებინათ. ისმენთ ხო. ჩვენი ისტორიული დავალებას კედლის გაზეთი პირველ რიგში ილია ჭავჭავაძის ფოტო. როგორც ილია შემოქმედების გააფორმება და გონებრივი ინტერესა საქართველოს ატარებს ნამდვილ ენციკლოპედიურ ხასიათს. ილია ჭავჭავაძის გავაფორმებულ მოღვაწეობაში ოქროს ასოებით არის აღმოჩენილი ქართული წერილობის და ცივილიზაციის ისტორია. 1877 წლიდან ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამოდის გაზეთი „ივერია“, რომელმაც მრავალჯერ განიცადა პროფილება. თეორია სულიერი მიხვარი. ეს მითომ გადაწყვეტეს, რომ გაბრიელ ეპისკოპოსი არის ყველა ადამიანის სულიერი მამა. ჩვენი ბერძნია სიტყვის მინდაო საქმის მინდაო ცხოვრებით მიშო. ეს გრიგოლ სიტყვებიდან გამომდინარე, როდესაც გაბრიელ ეპისკოპოსი გარდაიცვალა, ასეთი სიტყვებით გააჩნია გაბრიელ ეპისკოპოსის ბოლოზე. მისი ბიოგრაფია გასაგებია მოკლე და მოთხრობა თქმული ბანჯას ივანოვის ეკლესიის უცხოელი. აქ დამდგენი მოხმისი თურაინის სტატუსი იმედის ეპისკოპოსი გაბრიელი დაიბადა 1825 წელს და გარდაიცვალა 1825 წელს. წარმოგიდგენთ ვიდა გაბრიელი ეპისკოპოსის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ნამდვილების ფოტო მასალაზე დაამკვიდრეთ. გაბრიელი ეპისკოპოსი დაიბადა გურიაში, ოზურგეთის მარჯვენა საფერყაში. როგორც ცნობილია, მე-19 საუკუნის საქართველოში რუსეთი აქტიურად ახორციელებდა რუსიფიკატურულ პოლიტიკას. ამიტომ გაბრიელის განათლების მიღება მოუხდა ჯერ თბილისის სამაზრო სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ კი ფსკოვსა და პეტერბურგის სასულიერო სემინარიაში. 1879 წლის 15 მაისს საქართველოში დიმიტრი ყიფიანის მეთაურობით მეთაურობით ილია ჭავჭავაძის მეთაურობით შეიქმნა ეკონომიკურ-გამავრცელებელი საზოგადოება, რომლის საპატიო წევრი იყო გაბრიელ